მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ცოტა მინდა გაგესაუბროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ გარკვეულ მომენტში, უშუალოდ ქართულის გაკვეთილზე. თქვენც რომ წარმოდგენა გქონდეთ. მაგალითად, ავიღოთ ახლა ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. აი, გაკვეთილად გვაქვს კამეჩი, ხო? და აი როგორ ვეკითხები დავუშვათ ბავშვებს რაღაცებს. ეხლა გაჩვენებთ როგორ მივმართავ, როდესაც რაღაც მინდა რომ გარკვეულ ადგილზე წამოიკითხონ, წაიკითხონ, ნახონ და თქვენც რომ სახში ასე ავარჯიშოთ, ან იცოდეთ მაინც. პირველი ნაწილი აი ტექსტი შედგება სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილი, შუა ნაწილი, მეორე ნაწილი და მესამე ნაწილი. ან ზედა ნაწილი, ქვედა და შუა. ზედა, შუა და ქვედა ძირითადი ტექსტია. ახლა რომელია ეს ნაწილები, ხო? კი ხვდებით, მაგრამ მოდი მაინც გაჩვენებთ. ესე იგი, ეს არის პირველი ნაწილი, ახლა შემოვხაზა. ნახეთ. მოდი ასე ვთქვათ. ზედა ნაწილი. დავუშვათ ბავშვს ვეუბნები, წამიკითხე ზედა ტექსტის ზედა ნაწილი. შეიძლება სხვას ასე ვკითხო, წამიკითხე ტექსტის შუა ნაწილი, ნახეთ. იმდენი დრო არ გვაქვს ხოლმე რომ ყველა ბავშვს წავაკითხო, შეიძლება რამდენიმეს თავიდან ბოლომდე წავაკითხო, მაგრამ ყველას რომ თავიდან ბოლომდე წავაკითხო, ამის დრო, რა თქმა უნდა, არ არის და ისედაც სასურველია რომ შესწავლის შემდეგ სხვადასხვა ადგილიდან ამოვაკითხოთ, ტექსტის სხვადასხვა ადგილზე წავაკითხოთ ბავშვებს სიტყვები, წინადადებები და ამოვაკითხინოთ სხვადასხვა ადგილები, არეულად. ისე ხდება რომ შემოეზეპირებათ ხოლმე თითქოს დაზეპირებულ კითხულობენ და ახლა ეს რა თქმა უნდა სასურველი არ არის. აი ეს არის შუა ნაწილი, ამას ვეძახით. მოკლედ ჩვენ როგორ ხმარობთ, როგორ განსაზღვრავთ სკოლაში რომ არ დაიბნეს ბავშვი და თქვენც ერთნაირად რო გამოგვივიდეს ეს ვითანამშრომლოთ, ხო? და ქვედა ნაწილი იქნება აი ეს მწვანე ნაწილი, მწვანე ჩარჩო. შევთანხმდით ამაზე, რომ ვეტყვით ზედა ნაწილი წამიკითხე მხოლოდ ზედა ნაწილი. ან გადამიწერე ზედა ნაწილი, შუა ნაწილი და ქვედა ნაწილი. აი ეს ასე რომ დამეხმაროთ და თქვენც ასე შეეკითხოთ ბავშვებს და გაივარჯიშოთ. შემდეგ კიდევ ვაკეთებთ ასეთ რამეს. აბა წამიკითხე პირველი სტრიქონი, მეორე სტრიქონი. პირველი სტრიქონი აი ეს, ხო? რა თქმა უნდა. მეორე სტრიქონი. ნუ თავისთავად ცხადია ზედა ნაწილი არ იგულისხმება. როდესაც სტრიქონებს ვითვლით. მესამე სტრიქონის მაგალითად მესამე სტრიქონის პირველი სიტყვა, მესამე სტრიქონის პირველი სიტყვა. აი ეს. წამიკითხე ბოლო სტრიქონის, აუცილებლად ნახეთ, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ზევიდან ქვევით ვიტყვა, პირველი სტრიქონი, მეორე სტრიქონი, მესამე სტრიქონი. სულ რამდენი სტრიქონია დავათვლევინოთ, ასეთ შეიძლება და კიდევ შეიძლება დავუშვათ მეორე სტრიქონის მეხუთე სიტყვა 1 ვითვლით ხო მეხუთე სიტყვა მეოთხე სტრიქონის 1 2 3 აი მეოთხე სტრიქონის პირველი მეორე მესამე მეხუთე სიტყვა წამიკითხე ხო წავაკითხოთ ასე აი ასე კი ბატონო და კიდევ რას ვაკეთებთ? ეხლა ჩვენ რა წიგნებიც გვაქვს ეს დედაენის წიგნი, ეს თქვენი წიგნია პირადი, ეს საჩუქრად გადმოგეცათ ეს წიგნები
როგორც ვიცით, ეს სახელმძღვანელოები მერე უკან ბრუნდება და ეს წიგნი არის გადმოგეცათ თქვენ საჩუქრად, ხო? და ამიტომ ნახეთ აი დედაენაში კითხვის დროს და ვარჯიშის დროს ვაკეთებთ ასეთ რამეს. ავიღებთ უბრალო შავ ფანქარts, მაგალითად ბავშვი კითხულობს ჩოხა, ჩირი, ჩიტი, ფუჩეჩი, ასე შემდეგ და დაუშვათ აი ეს ამ სიტყვის წაკითხვა გაუჭირდა. შემოვხაზოთ ფანქრით. ცოტა უფრო წვრილი ფანქარი ავიღოთ, ნახეთ, შემოვხაზავ ფანქრით. ასე. განაგრძო ბავშვმა კითხვა, აუცილებლად გვერდით უნდა ეჭდეთ ასეთ დროს. ჩემი ძმა ჩოხა მათხოვე რა წავიკითხეთ ხო წავიკითხეთ აი ეს სიტყვა გაგვიჭირდა ამის ამოკითხვა და ამიტომ ამასაც შემოვხაზავთ ვაგრძელებთ კითხვას ვაგრძელებთ აგერ ეს სიტყვა გაგვიჭირდა შემოვხაზეთ შემდეგ ჯერზე უკვე აი ამ მხოლოდ ამ სიტყვებს ვაკითხებთ წავაკითხეთ შეგიძლიათ შემდეგ პასტა და საძერკალამი რვეული ავიღოთ და უკარნახოთ ეს სიტყვები ან თუნდაც გადმოწეროს წიგნიდან შემდეგ თავიდან ვკითხულობ თუ სწორად წაიკითხა ეს სიტყვა თქვენ აიღებთ საშლელით ხო ჩვენ უბრალო ფანქრით გავაკეთეთ ეს საშლელით აი ამ წაშლის დაუშვათ ბოლო სიტყვა უკვე გამოასწორა ხო კარგად ვკითხულობ წაშლის კიდევ ვკითხულობთ გაუჭირდა ისე ტოვებთ ამ სიტყვებს კიდევ ვაკითხებთ ამ სიტყვებს ზეპირადაც ვეკითხებით აბა დამარცვლე აბა პირველ მარცვალში რა ესოებია მეორე მარცვალში რა ესოებია ასოებად დაშალე მარცვლებად დაშალე რომელია აქ ხმოვანი რომელია თანხმოვანი ამას ჩვენ კლასში ვაკეთებთ რამდენი სიტყვაში რამდენი თანხმოვანია რამდენი ხმოვანია ნები რა რომელიმე შემთხვევითობის პრინციპით ავიღებთ ერთ სიტყვას და ასეთ კითხვებსაც ვსვამთ ხოლმე უკვე ისწავლა შემდეგი მეორე სიტყვაც წაიშალა და სანამ ყველა სიტყვა არ წაიშლება მანამდე გამოდის რომ კარგად არის ის კითხვით გაკვეთილი როცა ყველა სიტყვა რომელიც მას უჭირდა წაიშალა ესე იგი უკვე გაკვეთილი მზად არის ნასწავლი აქვს კარგად ხო აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას ნელა მივაჩვიოთ ინტონაციასაც ჩვენ უკვე შეხვდა კითხვითი წინადადებები მაგალითად აი ამ ტექსტში ურემი აგერ გვაქვს კითხვითი წინადადება იცით რა რამდენიმე ბავშვმა და შეიძლება ითქვას ბევრმაც რაღაც ისე წაიკითხა ინტონაციის გარეშე აუცილებლად კითხვითი წინადადება ჩვენ უკვე ავხსენი ასე თუ ისე გავეცანით რა თქმა უნდა მერე უფრო ძირფესვიანად შევისწავლით ხრობით წინადადება კითხვითი წინადადება შეიძლება ვიფიქროთ რა დროს ეს არისო მაგრამ შეხვდა ხო კითხვის ნიშანი და ამაზე ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება შეიძლება ბავშვმა რომ არ გავამახვილო ყურადღება რატომ წერია აქ ეს წერტილი აქ ესეთი ნიშანი რატო ამასწავლებელო რა განსხვავება რა რითი განსხვავდება სწორედ იმით განსხვავდება რომ ეს არის შეკითხვის დასმა და სხვანაირად სხვა ინტონაციით უნდა წავიკითხოთ თუ ვკითხულობთ ასე ამას რომ სარი ხისა მაგრამ ამას ეს რა არის ასე არ ვკითხულობთ ეს რა არის მახვილი აქცენტი კეთდება აი ამ შუა სიტყვაზე და ასე რომ ყურიც მიეჩვიოს წაკითხვის მანერასაც მივეჩვიოთ ეხლა აქ კითხვითი სიტყვა და ასეთ დეტალებზე რა თქმა უნდა რაზე ელაპარაკი აქ პირველ კლასელებს ამაზე შეიძლება მე ვახსენო იქ სკოლაში საუბარში ეს არ ევალებათ ეხლა ბავშვებს რომ ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ და ასე შემდეგ უბრალოდ თავისთავად რო იტყვიან შემოესწავლებათ ესე ინტონაციის გაგება და ინტონაციის წაკითხვა ეს რა არის მერე აგერ მეორე შეხვდა კიდე ამ ტექსტში კირი შავია თუ თეთრი ნახეთ
აუზის გაკეთებაც. კირი შავია თუ თეთრი? ასე ხო არ იქნება სწორი, ხო? თქვენ ხვდებით ამას მესმის. კირი შავია თუ თეთრი? ხო. მოკლედ ვისწავლეთ რა. რა არის სიტყვა, რა არის მარცვალი, რა არის ასო. რამდენი ასობგერაა სიტყვაში? რამდენი მარცვალია? წესი სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენიც ხმოვანია. მაგალითად ავიღოთ სიტყვა სურა. 2 ხმოვანია. წააკითხეთ ან უთხარით, აბა რომელია ხმოვნები თითი და ან წააკითხეთ. ა, რამდენია 2? ესე იგი ეს სიტყვა არის 2 მარცვლიანი. მარცვალში აუცილებლად თანხმოვანი თან ერთად არის 1 ხმოვანი. შეიძლება თანხმოვანი მეტი იყოს, აი მაგალითად კრუხი, კ თანხმოვანია, რ თანხმოვანია, მაგრამ ხმოვანი ყოველთვის 1-ია. ხმოვანი ყოველთვის 1-ია. და ცალკე ხმოვანი, ნახეთ, ცალკე ხმოვანი შეიძლება იყოს მარცვალი. ხმოვანი თავისთავად ცალკე მარცვალია. მაგრამ ძირითადად სიტყვებში არის თანხმოვანთან ერთად. თანხმოვანი კი შეიძლება იყოს 1, შეიძლება იყოს 2 და მეტიც. ხო, ამაზე მერე კიდე ვისაუბრებთ, მაგრამ აი მე ამას რატო ვსაუბრობ? იცით, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რაზე ვსაუბრობ სკოლაში, რას ვსწავლობთ, რაზე ვესაუბრები მე მათ და ამიტომაც წერ ამ ვიდეოს. ჯერ არ გვისწავლია, მაგრამ მალე ვისწავლით აბზაცებს, რომ აბზაცი არის შეწეული ადგილი, ნახეთ, აი შეწეული ადგილი. მეორე შეწეული ადგილი, პირველი აბზაცი, მეორე აბზაცი. ეს უფრო წლის ბოლოსკენ არ არის საჩქარო. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა ვიცოდეთ პირველი ზედა ნაწილი, შუა ნაწილი, ზედა ნაწილი, სიტყვა, დამარცვლა, ასობგერები და ახალი ასობგერა. ზედა ნაწილი, შუა ნაწილი, ნახეთ, მარცვლები, მარცვლებად დაწერილი, დაშლილი მარცვლებად სიტყვები და ქვედა ნაწილი, ძირითადი ნაწილი, შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ჩვენთვის ახლა ყველაფერი ძირითადია თავიდან ბოლომდე. ხო, ნახეთ, ზედა ნაწილი, შუა ნაწილი, ქვედა ნაწილი. ზედა ნაწილში გვაქვს სიტყვა, მარცვლები და ცალკე ასობგერები. შუა ნაწილში გვაქვს სიტყვები მხოლოდ მარცვლებად დაყოფილი. ხოლო ქვედა ნაწილში გვაქვს წინადადებები. ხო, ეხლა რაც შეეხება წინადადებას. ზარი რეკავს, ვარია ხარიხაზე ზის. რა წავიკითხეთ? ვეკითხები. რა წავიკითხეთ? ვარია ხარიხაზე ზის. ეს კი არ უნდა მითხრათ, თუმცა არც ეს არის შეცდომა, მაგრამ ვარია ხარიხაზე ზის. რა წავიკითხეთ? წინადადება. რამდენ სიტყვიანია ეს წინადადება? 3. ვარია პირველი, ხარიხაზე მეორე, ზის მესამე. წინადადების ბოლოს ვსვამთ წერტილს. თუ დაიმახსოვრებენ თხრობითი წინადადების ბოლოს, ძალიან კარგი იქნება. თუ დაიმახსოვრებენ და შეძლებენ მის დამახსოვრებას, მაგრამ ეს ამასაც ვისწავლით ნელ-ნელა. შემოგვესწავლება, ასე ვთქვათ, იმდენჯერ გავიმეორებთ, რომ ვისწავლით. ეს რა არის? დააკვირდი სასვენ ნიშანს. რა ნიშანია ეს? კითხვის ნიშანი, ხო? მაშ როგორია ეს წინადადება? ეს არის კითხვითი წინადადება. წინადადება შედგება სიტყვებისაგან. წინადადება შეიძლება იყოს 1 სიტყვიანი, 2 სიტყვიანი, 3 სიტყვიანი და მეტიც. მე მგონი ბევრი არ მოგეჩვენათ. ამაზე ჩვენ საუბრობთ და იციან. და ამაზე თითქმის სულ ვისაუბრებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დამიტოვოთ შეკითხვა, იმაზეც ჩავწერ ვიდეოს და გაგცემთ პასუხს. დროებით.